როდესაც ავტორიტეტი ცდილობს უზურპაცია გაუკეთოს თავის ხელში, მთელ ძალაუფლებას, რა თქმა უნდა, მას სჭირდება მის გამართლება და დასაბუთება. და რა თქმა უნდა, მან უნდა ეს გააკეთოს, ეს კლასიკური ორველისეულ ლიმიტი, რომ არსებობს გარესაფრთხე, ამიტომ მე უნდა აგიყვანო ხელში და სულ შეგეხუტო. ეს ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რასაც როლმებს ეძახიან, კონკრეტული შესაძლებელი პირობები, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს მაღალი დონის საზოგადოებრივ მოწყობაში, უსაფრთხო საკვებში, სასამართლოში, სადაც ღირსება საზოგადოების იქნება მოსამართლე, სამართალდამცავში, რომელსაც ექნება ნიშანი, საიდენტიფიკაციო ნომერი და ის ოდნავ ზედმეტს არ გააკეთებს, იმიტომ რომ იქნება პირადად პასუხისმგებელი და არა ისე, რომ როგორც კრიმინალს ვთქვათ, ჩამოფარებული აქვს შავი ნიღაბი და შეუძლია უმართავია სრულიად თვითონ სისტემისთვისაც უმართავია. ესეთი პოლიტიკოსი, ესეთი პოლიციელი. ამიტომ ეს კრიმინალია. ეს პირდაპირ მნიშვნელობით კრიმინალია და სწორედ იმ ჩარჩო ხელშეკრულებების საფუძველზე კრიმინალი, რომელსაც ქვეყანა მიერთებულია. ამიტომ თქვეს მათ უარი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე. თუ არ შეასრულეს ეს 9 პუნქტი. ამიტომ დღეს ჩვენ პოლიტიკოსები გვჭირდება ვინც გეტყვის რომ შევასრულებ და შეასრულებს. შემსრულებელი გვჭირდება. ეს არის მთავარი. შემსრულებელი.